მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მსმენელებო და ჩემო ძვირფასო აუდიტორია, რომლებიც მუდმივად ჩემთან ხართ და ჩემთან იზიარებთ დაადევით ენერგიებს. დღეს ჩვენ ერთად გავიგებთ როგორ იქნება სექტემბრის თქვენთვის. ნახავთ რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა გამოწვევები და რა შესაძლებლობები გელოდებათ. თუ გსურთ მუდმივად იღებდეთ ასეთ პროგნოზებს და ტაროს კაშლებს, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. ახლა დავიწყოთ და ვნახოთ რას გვიჩვენებს ეს ძალიან ლამაზი ინტუიციური და უკარგესი ტაროს დასტა სექტემბრისთვის, რას გვეტყვის, ხო, სექტემბრის თვე, რას მოგვიტანს, როგორი იქნება სექტემბრის თვე. ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, ორიენტირდით საკუთარ ენერგიებზე, საკუთარ თავზე და დავიწყოთ ვნახოთ, აბა როგორი იქნება სექტემბრის თვე თქვენთვის. რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა გამოწვევები და რა შესაძლებლობები გელოდებათ. ექვსიანი ხმლებითო დაიწყება. ეს უკვე რაღაცა 7 წლებისკენ გადასვლას ნიშნავს ემოციურად, ხო იცით? კი ბატონო. უზი კვერთხებით აღარ დავდე ფარკანს. მინდა რომ დავტოვოთ უზი კვერთხებით და სხვათა შორის პენტაკლების მეფე ყავს. ჩვენი თონური ენერგიაა. კაც მამაკაცი, რომელიც უყოფი არის სავარაუდოდ. ან არის, ან ვიღაცა სტაბილური, რომელიც ასე თქვა სექტემბერში იქნება თქვენს ცხოვრებაში და მოდი კარგით განვიხილოთ სათითაოდ ეს არკანები, ოღონდ სიღრმისეულად და მოკლედ, ხო? როგორც აღნიშნეთ, ფონად ჩვენთან ამოვიდა პენტაკლების მეფე. ეს ნიშნავს, რომ სექტემბრის თვეში თქვენს ცხოვრებაში ძლიერად იჩენს თავს მამაკაცის ენერგია. შეიძლება იყოს კონკრეტული მამაკაცი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში, ან ზოგადად მატერიალური სტაბილურობის, პასუხისმგებლობის და ძლიერ საფუძვლებზე დგომის ენერგია იქნება. ხო, ეს არის გავლენიანი, პრაქტიკული და მზრუნველი ენერგია, ან პიროვნება, რომელიც სექტემბრის ფონად გვევლინება თქვენს ცხოვრებაში. ახლა კი სანამ კონკრეტულად გაშლაზე გადავალ, მინდა ხაზი გავუსვა და ხაზგასმით აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ხო, გაშლაში სამჯერ მეორდება ხუთიანი რიცხვი, ხო, 5 თასი, 5 ხმალი და 5-იანი პენტაკლი. ზოგადად რიცხვი 5 ტაროში ყოველთვის მიუთით ცვლილებაზე, გარდატეხის პერიოდზე. ეს არის რეალურად ენერგია, რომელიც ხშირად მოდის სირთულეებით, თუმცა მისი მიზანი არ არის ძველი მდგომარეობიდან ახალ საფეხურზე გადასვლა. ასე რომ სექტემბერში ცვლილებები გარდაუვალია და ისინი მოგცემთ საშუალებას რაღაც გაათავისუფლოთ და ახალი კარი გააღოთ რეალურად თქვენს ცხოვრებაში. ახლა მოდი ვნახოთ რას გვეტყვიან არკანები. პირველი, ასე ვთქვათ, ჩვენი ხაზი არის 6-იანი ხმლები, 5-იანი თასები, 8-იანი კვერთხები და 5-იანი ხმლები. 6-იანი ხმალი გვეუბნება, რომ რთული სიტუაციიდან ნელ-ნელა გამოდიხართ და უფრო მშვიდ წყლებში შედიხართ. ეს ნიშნავს, რომ გადაადგილება იქნება, სიტუაციის დატოვება იქნება, ახალი გზისკენ სვლა იქნება თქვენს ცხოვრებაში. 5-იანი თასი გვიჩვენებს, რომ დანაკლისის განცდაც იქნება, ნოსტალგიაც იქნება, როცა უფრო იმაზეა ყურადღება, რაც დაიკარგა, ვიდრე იმაზე, რაც ხელთ გაქვთ რეალურად, ხო? მაგრამ 8-იანი კვერთხი გვაუწყებს, რომ მოვლენები სწრაფად განვითარდება, რაღაცები დაჩქარდება და ეს ცვლილებები აქტიურად შემოვა თქვენს ცხოვრებაში. 5-იანი ხმალი გაფრთხილების სახით არის აქ. როგორც მე ახლა და ამ პროცესში შესაძლოა გქონდეთ დაპირისპირებები ან სიტუაციები, სადაც მოგიწევთ საკუთარი პოზიციის დაცვა. თუნდაც სხვებისთვის ეს ტკივნეული იყოს, ან თუნდაც თქვენთვის იყოს ტკივნეული, მაგრამ მოგიწევთ ამ ყველაფრის თვითონ გაკეთება. ახლა რას მოგიტანთ ეს თვე გზნობებში და ყოველდღიურობაში? რეალურად ხედავთ 7-იან თასს, 8-იან პენტაკლს, 5-იან პენტაკლს და კვერთხების ტურს, ხო? 7-იანი თასი მიჩვენებს, რომ სექტემბერში ბევრი არჩევანი გექნებათ, მაგრამ ყველა მათგანი რეალური არ იქნება. ზოგისთვის უკან ილუზია იქნება, ან ტყუილიც იქნება რაღაც დამალული, ხვდებით, ხო? რას გეუბნებით 7-იანი თასი, ასე ვთქვათ,
ლამაზი ილუზიები თქვენთან იქნება, არჩევნებიც იქნება და აი არ უნდა დავხუჭოთ თვალით, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს, რა იმალება ამ ილუზიების უკან, ან ტყუილების უკან, ეს არ უნდა გამოგრჩეს. რენი პენტაკლი მეუბნება და გვეუბნება იმას, რომ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მუშაობას, სწავლას, განვითარებას, ყოველდღიურ მცდელობებს, ხო? შედეგი მოდის შრომიდან ზოგადად, საკუთარ თავზე რო იშრომო, იყო ორიენტირებული საკუთარ თავზე, საკუთარ სამსახურზე. აქ ყველანაირად არის საუბარი ნებისმიერ შრომაზე, რომელიც თქვენ, ასე ვთქვათ, მოგიტანთ დადებით შედეგებს ცხოვრებაში. ეს იქნება საკუთარ თავზე მუშაობა, თუ ეს იქნება სამსახურში მიმდინარე მოვლენები, რომელშიც უნდა ჩადოთ თქვენი მთლიანი ენერგია და შრომა, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი შედის ამ არკაში, რომ პენტაკლში. ხუთიანი პენტაკლი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სირთულეებს, შესაძლოა ფინანსურ საკითხებში, თუნდაც ან ემოციურ მარტოობაში იგრძნობთ სიცივეს, მაგრამ ეს არკანი ამავდროულად მოგიწოდებთ, ნახეთ, დახმარება მიიღოთ და არ დარჩეთ მარტო ამ სირთულეში. და ბოლოს კვერთხემის ტუზი რას გვეუბნება? ბოლო არკანი. რეალურად ამბობს, რომ პირდება ახალ ენერგიას, ცეცხლს, შთაგონებას. სექტემბერში მოგეცემათ ახალი სტარტი. დაიწყება ახალი სტარტაპი გექნებათ. ახალი იდეები გექნებათ, რომლებიც მომავალში დიდ საქმეს, ასე ვთქვათ, წამოგაწყებინებენ, ხო? ეს იქნება мотиваცია თქვენს ცხოვრებაში. შეჯამება, ანუ დღევანდელი ჩემი აი ამ გაშლის რა არის, ხო? სექტემბერი თქვენთვის იქნება გარდატეხის თვე, რადგან 3-5-იანი პირდაპირ მიგვანიშნებს ცვლილებებზე და ტყუილად არ აღვნიშნებ. ეს 3-5-იანის მნიშვნელობა მინდოდა რომ ცოდნოდეთ. მოდის რთული ემოციების, ასე ვთქვათ, გადალახვა, სწრაფი მოვლენები, გარკვეული დაპირისპირებებიც იქნება, ცოტა რთული და ცოტა მტკივნეული თქვენთვის, მათთვის, ვისაც იქნებათ, მაგრამ იქნება, გზობებში იქნება არჩევნის მომენტი, სერიოზული შრომა მოგიწევთ თქვენს თავსა და საერთოდ თქვენთან მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში დროებითი სირთულეებიც მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ თავის, ასე ვთქვათ, ანუ როგორ აი ესე ვიტყვი, მოკლედ სექტემბრის ბოლოს ესე ვიტყვი, მაინც ჩდება ახალი ცეცხლი და ახალი, ასე ვთქვათ, შანსი თქვენს ცხოვრებაში. არ დაგავიწყდეთ, თქვენთ მდგომი პენტაკლების მეფე ასევე, ხო? ეს ენერგია თქვენთვის მხარდარჭერის, სტაბილურობის, პასუხისმგებლობის სიმბოლოა. სექტემბერი თქვენგან მოითხოვს სიძლიერეს და გონიერულ ნაბიჯებს. ეს თქვენზე რო გავშიფროთ თქვენთვის ცოტა ვიკითხოს არკანი, მაგრამ მოგცემთ საფუძველს, საიდანაც ახალ გზას დაიწყებთ. შეხედეთ თქვენს ენერგიასაც აღნიშნავს ის პენტაკლების მეფე. და იმ პიროვნების ენერგიას, რომელიც თქვენ ხარში დაგიდგებათ, არ დაგავიწყდეთ. მოკლედ ეს იყო ჩვენი გაშლა, თუ რას მოგიტანთ თქვენ სექტემბერს, ხო? ვფიქრობ, რომ რა ვიცი, სექტემბერი იმდენად კარგია, ჩემ თავზეც კი მივიღე ეს გაშლა. ინტუიციურად გსურვებთ ჩემზეც არის. თითქოს და მე თქვენ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს სექტემბერში კი არა ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ყოველთვის უნდა იყოს ბედნიერები, ლაღები, კარგები, ბედნიერები, სიყვარულით სავსეები და ასე შემდეგ. კარგად გრძანდებოდეთ, შემოკარგებო და ძვირფასებო.